ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გახლავთ საქართველოში პირველი არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც თავის დროზე შეიქმნა ძალიან ცნობილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ლეჟავას პროექტით. ის უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც მუზეუმის მშენებლობა დაიწყო და უკვე განახორციელეს ქართველმა არქიტექტორებმა, გურამ ყიფიანმა და ნოდარ ამაშუკელმა. ეს შენობა მთლიანად გადმოყურებს თელ ტერიტორიას და 1985 წელს მუზეუმი შეიქმნა. შემდგომში ბუნებრივია მუზეუმი მოძველდა, უკვე ახალი მოთხოვნები გახდათ და 2020 წელს უკვე ახალი მუზეუმი შეიქმნა და დღეს ჩვენ უკვე ახალშექმნილ მუზეუმში ვართ. დღევანდელი მუზეუმი უკვე გერმანელ არქიტექტორის მიერ არის დაპროექტებული, ეს გახლავთ დიტერ ფანენშტაინი, რომელთანაც მუშაობდა მუზეუმის არქიტექტორთა ჯგუფი ზაზა იაშვილის ხელმძღვანელობით. დღეს გვაქვს აბსოლუტურად თანამედროვე 21 საუკუნის მუზეუმი, რომელშიც არის ყველა ის კომპონენტი, რომელიც დღეს სოფლიო მუზეუმებში არსებობს. ეს არ არის რიგითი ადგილი და ამიტომაც ალბათ შემთხვევითი არ იყო, რომ ჩვენმა წინაპრებმა სწორედ ვანში, სწორედ ამ ბორცვზე შექმნეს სატაძრო ქალაქი. ვანის არქეოლოგიური გათხრები ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო დასტურია იმისა, რომ მითიური კოლხეთი ნამდვილად არსებობდა. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მთლიანად კოლხეთის ფენომენზე. მთლიანობაში ეს გახლავთ დიდი ქსელი, მე ვიტყოდი ძალიან მძლავრი კულტურული ქსელიც, სადაც ხდება ადგილობრივი ტრადიციების გაგრძელება ერთის მხრივ, და ეს ადგილობრივი ტრადიციები არის ძალიან ინოვაციური და ასევე რა თქმა უნდა მხატვრული ღირებულების მეორეს მხრივ მიღება იმ საუკეთესოსი, რაც იყო იმ ეპოქაში, როგორც დასავლეთიდან, ამ შემთხვევაში საბერძნეთიდან, ასევე აღმოსავლეთიდან, ძირითადად აქემენიდური ირანიდან. მისი კვლევის ისტორია იწყება წინა საუკუნეში, იყო ცალკეული აღმოჩენები, ცნობილია სტატია გაზეთ დროებაში 1866 წელს დაწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა წვიმის შემდეგ აქ ნაქალაქარზე შეიძლება იპოვო ძვირფასი ნივთები, ოქროს ნივთები მათ შორის, მაგრამ რეალური ფუნდამენტური გათხრები ექვთიმეთ აღაიშვილის მიერ არის ჩატარებული. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ქართულ საზოგადოებას უთხრათ, რომ ექვთიმეთ აღაიშვილი არ გახლავთ მხოლოდ კანცის მცველი. ექვთიმეთ აღაიშვილი გახლავთ უმაღლესი რანგის მეცნიერი და ძალიან ფართოხედვის არქეოლოგი. სწორედ მან მიაქცია ყურადღება ამ ადგილს და დაიწყო პირველი სისტემური კვლევები. შემდგომში 1957 წელს პირველი ქართველი არქეოლოგი ქალი ქალბატონი ნინა ხოშტარია გახდათ, რომელიც ხელმძღვანელობდა 5 წელზე მეტი არქეოლოგიურ გათხრებს. შემდგომში უკვე მამა ოთარ ლორთქიფანიძე ჩაუდგა სათავეში, რომელიც ასევე გარდაცვალების ბოლო დღემდე მუშაობდა ვანში და სწორედ მის სახელთან იყო დაკავშირებული ვანის მუზეუმის შექმნა 1985 წელს. და შემდგომში უკვე ქალბატონი დარეჯან გაჭარავა ხელმძღვანელობს ვანის არქეოლოგიურ კვლევებს. ალბათ ერთ-ერთი პირველი გახდა სწორედ ის სამარხის მასალა, რომელიც 69 წელს იქნა აღმოჩენილი ვანში, წარჩინებული კოლხი, ქალის სამარხი, რომელიცშიც 1500-ზე მეტი ოქროს ნივთია და იქ აღმოჩენილი ოქროს კუსხელსაბამი, ალბათ ყველა მიცით, ის დიადემები, სამაჯურები, ყველა ერთად ნამდვილად გახდა ძალიან დიდი სენსაცია
მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის უნდა ითქვას, რომ არა მარტო ოქროთია მდიდარი კოლხეთი, ცნობილი ბრინჯაოს განსაკუთრებული დამუშავებით, აქ ყველა ნიმუშზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის შედევრი. შედევრი შექმნილი ძალიან მაღალი რანგის ოსტატების მიერ. ვანის ნაქალაქარი არა მხოლოდ მუზეუმი გახლავთ, აქ სამ ტერასაზე განლაგებული შენობებია შემორჩენილი. ეს გახლავთ ქალაქში შესასვლელი კარიბჭე, რომელიც 2000 წელზე მეტი ხნის წინ არაერთ ფეხით მოსიარულეს ხდებოდა. აქ იყო ქალაქში შემოსასვლელი, შემორჩენილია საფორტიფიკაციო სისტემა მთლიანად, თავის კოშკებით. შემორჩენილია ის ადგილი, სადაც როგორც ჩანს იყო ქანდაკებაც. ჩვენ ახლა უკვე ვანის ნაქალაქარზე ვარ. უნდა გითხრათ, რომ აქ ამ ტერიტორიაზე ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენა მოხდა, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი სამარხები. დღეს აქ ხედავთ შემორჩენილ ძირითადად ნანგრევებს, აი უახლოვდებით ეგრეთ წოდებულ გვალტაძარს, რომელიც ელინისტური ეპოქის არქიტექტურის ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი, რომელიც თავისთავად ამზადებს, მე ვიტყოდი, ცნობიერებას ჩვენი წინაპრების, ყოფილიყო მზად უკვე ქრისტიანული კულტურისთვის. ყველაზე თავარი ალბათ ნებისმიერი ქართველისთვის გახლავთ ის, რომ ჩვენი ქრისტიანული კულტურა არ არის საიდანღაც მოსული. ის აღმოცენდა ჩვენ საფუძველზე და ვანი ერთ-ერთი ამის მაგალითია. ასე რომ ვანი თავისთავად და ეს ნიმუშები ძალიან დიდი ცოდნის არქივი გახლავთ, რომელიც საშუალებას იძლევა და მოგცემს აღვადგინოთ ძალიან დეტალურად, სწორედ ანტიკური ეპოქის ერთ-ერთი განსაკუთრებული ცენტრის ცხოვრება. ნებისმიერ ადამიანს ყოველთვის კითხვა უჩნდებათ, რომ აი რატომ იყო მითი არგონავტების შესახებ ესეთი პოპულარული, მან ტრანსფორმაცია განიცადა უკვე ლიტერატურაში, მედეას სახე გახდა სიმბოლო, როგორც მთლიანად არა მხოლოდ ლიტერატურაში, ხელოვნებაში. და თუ დაუფიქრდებით, ბერძნებს დიდი საგმირო საქმე არ ჩაოდენიათ, ხო? მედეა იყო მთავარი, ვისი დახმარებითაც მათ, თქვა, სიმბოლურ ოქროს საწმის მიაღწიეს. დღეს მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე ნათლად გამოჩნდა, ეს რაც დაიწყო 60-იანი წლებიდან, რომ კოლხეთის აღმოჩენა გახდა თქმირობა. ანუ ახალი ქვეყნის ბერძნებისთვის დანახვა იყო. ქვეყანა, რომელშიც იყო როგორც რესურსი მატერიალური, ასევე არამატერიალური და ცოდნა პირველ რიგში. აი ეს არის ის ძარღვე, რომელიც ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის წარმოვაჩინოთ. რეალურად ვანის ისეთი აქტიური ცხოვრება იწყება მე-6 საუკუნიდან და ყველაზე მნიშვნელოვანია ის განსაკუთრებული შედევრები, სწორედ ძველი წელთაღრიცხვის მე-5 და მე-4 საუკუნის არის. და ვანში რამდენიმე ეპოქა გახლავთ, ხომ? ერთსართული, რომელიც გვიყვება იმ ეპოქას, როდესაც ვანი არის ლავრი ადმინისტრაციული ცენტრი და როგორც ჩანს, ეს არის ელიტის საცხოვრებელი და იმდროინდელ ელიტას ასაფლავებენ საკუთარ კარმიდამოში და შესაბამისად ამიტომაც არის ამდენი სამარხები ნანახი და შემდგომში იღებს ახალ ფუნქციას და ეს გახლავთ მხოლოდ საკრალური სატაძრო ადგილი და ძველი წელთაღრიცხვის მესამე პირველ საუკუნეში აქ ხდება მხოლოდ რიტუალები. ასე რომ ეს არის ქალაქი, რომელსაც აქვს თავის სიმბოლოს. რომელი იყო ეს ქალაქი? ჯერ კიდევ სადავოა, არსებობს მოსაზრება, რომ ეს გახლავთ სიურიუმი, რახან არის ერთი წარწერა, არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ ეს იყო ლევკოთეას ქალღმერთის სახელზე აშენებული ტაძარი. ქალაქი ბარბაროსულად არის დანგრეული
ორჯერ ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის შუა ნაწილში. და მას შემდეგ აქ თითქმის ცხოვრება არ იყო. მხოლოდ ეპიზოდურად გახდათ რომაულ ეპოქაში არის ერთი სარკოფაგი ნანახი, შუა საუკუნეებში ერთი პატარა ეკლესია და მხოლოდ მე-18 საუკუნეში განახდა აქ ცხოვრება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღიარება რაც შეიძლება მიიღოს მუზეუმმა, ვანის მუზეუმი გახდა ევროპული მუზეუმების ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პრიზის ლაურეატი, ისე რომ ეს პრიზი, რომელიც სილეტოს პრიზის სახელით არის ცნობილი და გადაეცა ვანის მუზეუმს, არის დასტური იმისა, რომ საქართველოში შესაძლებელია კონდეს უმაღლესი ევროპული სტანდარტი, მაგრამ ალბათ ყოველთვის საჭიროა ქართული სული იყოს. ალბათ ყველაზე დიდი მნიშვნელობა რაც აქვს კოლხურ კულტურას, ის გახლავთ ის ფენომენი, რომელიც მე ვიტყოდი ყველაზე ახლოს არის ჩვენთვის ქართველებისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ დიდი გლობალურის ნაწილი, მაგრამ ვინარჩუნებდეთ ჩვენ თვითყოფადობას. და კოლხური კულტურა არ არის აღმოცენებული ცალკეულ ადგილას. მას აქვს ძალიან მძლავრი საფუძველი, ამას ხედავთ ჩვენ ბრინჯაოს ხანაში და თუ მე მკითხავთ რა არის საქართველოს განსაკუთრებულობა, ყოველთვის გავიმეორებ ბუნებრივი მრავალფეროვნება პატარა ტერიტორიაზე და უწყვეტი ტრადიციები, უწყვეტი კულტურული ხაზი და ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ. ჩვენ შეგვიძლია ვანის მუზეუმში მოვყვეთ ის ისტორია, რაც არის მთელი ეპოქა. ეპოქა, როდესაც ხდება განვითარება, იქმნება კოლხეთი, აქ არის კოლხური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრი და აი ელინისტურ ეპოქაში, როდესაც არის, მე ვთხოვდი ალბათ ერთ-ერთი განსაკუთრებული კულტურული მოვლენა ალექსანდრე მაკედონელის ირგვლივ, აქ არის ასევე თავისებურება შემორჩენილი, მაგრამ მეორე ხლება არის კავშირში. იგივეა ეს განძი, ბრინჯაოს განძი, რომელსაც თქვენ ახლა აქ წარმოაჩენთ, აი ლამპები, რომელიც ალბათ შედევრია ნებისმიერი მუზეუმი ინათლებდა, არ არის გამორიცხული სწორედ ალექსანდრე მაკედონელთან არის მისი ინდოეთში ლაშქრობასთან, ეს დიონისეს კულტთან, რომელიც აი მე იმის თქმა მინდა რომ აი როგორც დღეს ყველა განვითარებული ქვეყანა თავისთან ერთად საუკეთესოდ იღებს, ესე იღებდნენ ჩვენი წინაპრები. აქ ჩვენ ვანში ხედავთ ბერძნული მითოლოგიის სხვადასხვა გმირებს. ალბათ ყველა ჩვენთაგანისთვის ნიკე განსაკუთრებული სიმბოლო. როგორც ზოგადად გამარჯვების, ისე ჩვენი გამარჯვების. ასე რომ ბერძნულ მითოლოგიას ძალიან კარგად იცნობდნენ, მაგრამ გადაყავდათ გარკვეულ თავის რელსებზე, მე ვთხოვდი. ვანში აღმოჩენილი მასალა ბუნებრივი ერთი სხვაობა არის და მატერიალური მნიშვნელობის, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იკონოგრაფიულ ხასებზე, ვისაუბროთ მასალის წარმოშობაზე, მაგრამ მას აქვს არამატერიალურიც. ეს არის ის განსაკუთრებულობა, რასაც მატერიალურად ვერ ვხედავთ, მაგრამ ის არის, რაც არის საფუძველი. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მითიური კოლხეთი არსებობს და ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც მითიური კოლხეთის კვალია. მითიური კოლხეთი არა მარტო არსებობდა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენ გაჩვენოთ.